მოგესალმებით. ვისაუბრებ კვირის ტენდენციებზე, რა იქნება ამ კვირას აქტუალური. ამ კვირის მანძილზე მთვარე აღმავალ ფაზაშია, მერკური მას გაასწორა თავისი მოძრაობა, რაც აქტიურობისა და საქმის განხორციელების კუთხით შესანიშნავი პერიოდია. 18 სექტემბერს მეტი ყურადღება იქნება საჭირო გადახარჯვასთან, რადგან ამის ალბათობები მაღალია, ცივი გონებით შეაფასეთ მოვლენები. ასევე ვეცადოთ მეტი ობიექტურები ვიყოთ ურთიერთობებში. 19 სექტემბერს მეტი სიფრთხილით მიიღეთ გადაწყვეტილებები, რადგან აქ არის ილუზიების, ტყუილების, ქაოსურობის ალბათობები ძალიან მაღალი, მაგრამ ამავე დღეს საზე არსებული დადებითი ასპექტები მოგცემთ ნებისყოფას, პრაქტიკულობის უნარს, გამძლეობის უნარს და ილუზიებსა და ქაოსურობას თუ არ აყვებით და მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, წარმატებების შესაძლებლობები და შანსები ძალიან მაღალია, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს მოგცეთ ასევე კარიერული წინსვლის სერიოზული შანსებიც. ხოლო 23 სექტემბერს მზე გადადის სასწორი ზოდიაქოს ნიშანში, აქ იწყება შემოდგომის ბუნიაობა, ის მომენტი, როდესაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა თითქმის ტოლია, ენერგეტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი დღეა, რაც მოითხოვს ჰარმონიასა და სიმშვიდეს. სასურველია ამ პერიოდში მეტი პოზიტიურობით შევხვდეთ ამ დღეს. მზის გადასვლა სასწორში ერთი თვის განმავლობაში გააქტიურებს ადამიანებში რომანტიულობას, ურთიერთობას საზოგადოებასთან, ასევე დიპლომატიის საკითხებს, სამართლიანობასა და ჰარმონიულობის ბალანსის დაცვის თემებს. ხოლო უარყოფითი კუთხე აქ შეიძლება წამოწიოს მერყეობა და საქმეზე თავის არიდების საკითხები. მზის გადასვლა სასწორში ერთი თვის განმავლობაში ჰარმონიულად იმუშავებს ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის, მეტ ენერგიულობას, მეტი თავის გამოვლინების სურვილს, შანსებს და შესაძლებლობებს მოგიტანთ ურთიერთობებში, როგორებიც არიან ვერძები, ლომები, შულდოსნები, ტყუპები, სასწორები და მერწყულები. მიწის ნიშნებს, როგორებიც არიან კურო, ქალწული და დღის რქები, მეტი დაფიქრება და გადაფასება მოგიწევთ, ფინანსურ საკითხებთან ფრთხილი დამოკიდებულება, სამსახურეობრივ საკითხებსა და ჯანმრთელობის თემებსაც მიაქციეთ ყურადღება, მეტი ყურადღება და ბალანსის დაცვა იქნება ამ პერიოდში საჭირო. ხოლო წყლის ნიშნებისთვის, კირჩხიბები, მორიელები და თევზებისთვის, აქ იმუნიტეტი არის დაბალი, მოერიდეთ ურთიერთობებში დაპირისპირებას, შფოთვას, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, ეს პერიოდი არის გადაფასებისთვის და დაფიქრებისთვის საუკეთესო პერიოდი. თქვენი თავის ჩაღრმავების კუთხით. ასევე საჭიროა მოერიდოთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებებს, კარგია თუ ივარჯიშებთ და სწორად დაიწყებთ კვებას. დიდი მადლობა ყველას, გამოიწერეთ ჩემი